წუთით დამეცოდეთ, არ გადახვიდეთ სხვაგან, აქ იყავით რაღაც ძალიან საინტერესო უნდა გითხრათ. ოღონდ ყველა უნდა დაგპატიჟოთ ჯერ. გესმით? ეს ყველა რა არის ახლა? ყ-ვ-ე-ლ-ა. მეგობრებო, მე ვიცი რომ თქვენ ახლა შეიძლება ჩემ მაყურებელს არ უკვირს ეს ფორმა, რა ფორმაშიც ვარ, იმიტომ რომ მე თქვენთან ძალიან შინაურულად ვარ რა, ჩემი მეუღლის ხალათი მაცვია და შიგნით კიდე იცით რა მაცვია? იცით რა მაცვია მეგობრებო? ნახეთ. და კიდევ აი ნახეთ კიდე აი ეს ვინც ინგლისური იცის იმან წაიკითხოს. და აი ნახეთ. აი აქეთ. მეგობრებო, ეხლა უყურეთ, რაღაცა უნდა გითხრათ. ჩვენ ჩავედით ფსვ კესთან. კე რა არის ახლა? ნახეთ, გავშალოთ. კ ე არის კ ენი. კაენთან მივედით. იქ სადაც ფესვი დაზიანდა, იქ მივედით. ვინც ლაზარე იცით, დარჩით, ვინც ლაზარე არ იცით, შეგიძლიათ ისწავლოთ, ვინც ლაზარეს ვერ იგებთ, შეგიძლიათ ეცადოთ რომ გაიგოთ და მოусმინოთ ამ ვიდეოში და ვისაც ლაზარე არ გაინტერესებთ, უბრალოდ გადასკროლეთ და წადით. მაგრამ მეგირჩევდით რომ დარჩეთ, ძალიან მალე ძალიან დიდი სასწაულები მოხდება. ეს არის წიგნი, რომელიც წიგნიც სასწაულებრივად ორჯერ გადმოვიდა ჩემი წიგნების თაროდან. აი ეს ის წიგნია. ეს არის საღვთო სჯული, ესე ქვია, 1916 წლის გამოცემა. გამოცემა მე-15-ეო. ფასი 10 შაური. წარმოგიდგენიათ? ხო. აი ესე. ივერთა მხარე გამოსცემს ამ წიგნს. ეხლა რა მინდოდა ამ წიგნთან დაკავშირებით მე თქვა და კაენთან რატო ჩავედით, იმასაც დავაკავშირებ. ანუ კაენის ფესვთან ჩავედით რა. დღეს გაგიმხელთ იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციას დღეს ჩამოიტვირთა ჩემი ხაზის მიმართულებით. ანუ ვისი მოდგმისა ვარ, ხო? რამდენად მოგეწონებათ ეს არ ვიცი, მაგრამ მივასწორებ იმას ფესვში. ჭიას. მოკლედ, ამ წიგნის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ და მე გადავალ ესე იგი კაენთან, მეგობრებო, კაენი არის ისიც ხო, სად არის კაენი? განახოთ ხო? მე მგონი ეს ბევრს არ უნახავს. ხო და ამიტომ დამჭირდება კაენთან ჩასვლა. ნახეთ. წამოვედი და აი აქ ნახეთ, ენოქთან ვიყავი. ენოქთან იარედი რატომღაც ამან მითხრა რომ წადიო რა, იარეო. დონთან მიდიო, მერე მაჰალალელმა მითხრა რომ არაფერი არ მითხრა, პრინციპში არც მიფიქრი ამან რა მითხრა, ამან იარეო და არ დამაინტერესა ამ ჰალალელმა. ერთადერთი ის მითხრა რომ ელ-ალე არის ის, ვინც დაამარცხებს ბოროტ მოდგმას. კაი, ბოროტ მოდგმას კი არა, ხალხო, ადამიანებზე კი არ არის საუბარი. სიბნელეს ვინც დაამარცხებს ბოროტ, ანუ რობოტებასო რა და კაინანი. აი ეს კაინანი ამ კაენთან რა კავშირშია არ ვიცი, მაგრამ აი აქ კაინანი და ენოში
არიან ადამის და ევას სეითის მოდგმიდან წამოსული, ხო? ეს ერთგვარი ხეა, მეგობრებო, ხე. როგორი ხე? ახლა გეტყვით. აი ესეთი ხე არის. 3, 4 ხე. ეს რა არის, იცით მეგობრებო, აგერ მარილის გამოჩნდა. ეს არის ხე. თქვენ არასწორი ხუთი წერთ. ეს ხ არასწორია. ეს ჰემერვე არის ზუსტად ის ჰე, რომელიც არის აი ეს ხეები რა. ეხლა კაინთან რა უნდა გამოსწორდეს აქ რა? ნაყამადის ნანგრევებში აი ამის წიგნები იპოვეს, ენოქის. ენოქი კიდე ნოეს დიდი ბაბუა არის, ხო? კაინთან გამოსწორდეს რა? ძმათა მკვლელობა. ეხლა გვეყოფა ჩვენ ამ ხის დანახვება და მე გეტყვით ერთ რამეს რა. ამ დღეებში რა ინფორმაციაც გამოვიდა. მე ამ ინფორმაციამ მომაწოდა ესეთი საინტერესო საკითხი, რასაც ქვია აქ აბრაამის ხაზით, აბრაამი სემის ხაზით არის. აბრაამი სემის ხაზით არის. მოდი ამასაც გაჩვენებ. ნახეთ, აბრაამი არის თერახი, ნახორი, ურუგი, მერე ეს და ასე და მიდის სემთან და სემი კიდე ნოეს შვილია, ხო? აი სემის ხაზით არის აი ეს აბრაამი, მოსე, იაკობი და ბოლოს ქრისტე, ანუ მარიამი. ეხლა საინტერესო რა არის, იცით, რომ თქვენ არ გეჯერათ, მაგრამ მართლა ასია, აბრაამი ხაზით ასევე არის ვახუშტი ბაგრატიონის ინფორმაციის თანახმად, ბაგრატიონთა ხაზიც. ანუ აბრაამის ხაზი არის. ბაგრატიონთა ხაზი, რო იცოდეთ რა და ოსანას რო ელოდნენ, ანას რო ელოდნენ, ესენი დავითის ძისა, ხო? ის ოსანა, რომელიც ერთი შეწირეს, აი სწორედ ის იესო ქრისტე იყო და მეორეს რომელსაც ეხლა ელიან, ისიც აქ დგას და გავაცხადე უკვე ვინც არის ის. ეხლა ვინც არ იცით ვინ არის ის, გადაახვიდეთ ჩემი წინა ლაივები და იქიდან ამოძებნით ვინ არის ის. ხო? გარდა ამისა, მეგობრებო, მინდა გითხრათ რა, რომ კაენის მოდგმა არ მომკვდარა. ნოეს წარღვნის დროს კაენის მოდგმა არ მომკვდარა. რას ვამბობ, გაიგეთ ახლა. კაენი იყო დაცემული ანგელოზის შვილი, რომელმაც მოკრა თავისი ძმა. რატომ მოკრა თავისი ძმა? იმიტომ რომ ღმერთმა მოიწონა ერთი საქციელი და ერთი საქციელი ვერ მოიწონა. აქ რა ხდება ახლა? ნახეთ, შუღლი წარმოიქმნა. ღმერთის ორ შვილს შორის, კაინი და აბელი იყვნენ ორი ძმა, რომელიც ევასგან გამოვიდნენ, ხოლო ევამ ღმერთს გაუჩინა ისინი. ღმერთს, რომელ ღმერთს? აი იმ ღმერთს, აბრაამს რო უბურღავს ტვინს, მერე მოსეს, იაკობს და ასე შემდეგ რა. ხო და ეგ ღმერთი, მეგობრებო, რომელიც ევას შეაცდენს და წავიკითხეთ ჩვენ როგორ ეუბნება ევას შვილს, რა ერქვა შემახსენეთ? დებორაო თუ მორენას რო ეუბნება, რომ დედაშენი იმსახურობდაო, მიძავობდა ჩვენთანო და შენც ისევე იმსახურებ ჩვენთანო, როგორც დედაშენიო რა და შუათიც რო უჩვენებს ეს ნორია. აი ნორია. ცედეთ ერთი წუთით მაგ საკითხსაც გამოვიდე, ოკეი? ნორია. აერონი უკან რო წავიკითხოთ. აერონი, გაიგეთ?
აირონთან არის საკითხი. აირონმა პირდაპირ მნიშვნელობით სიბრძნის ანგელოზის გამოძახებით დაამარცხა ეგ დაცემული ანგელოზები, რომლებიც ღმერთებად ასაღებდნენ თავს, რომლებიც შემდეგ ქრისტემაც კი ამხილა, რომ ეს არის აჯანყების ანგელოზიო, ანუ მრუშიდან მკვლელი მოდგმისო, მრუშიდან მკვლელია მამა თქვენიო, ხო უთხრა, აი მაგ საკითხში ამხილა პირდაპირ ეს ანგელოზი, რომელიც ეცხადება აბრაამს, ისააკს, იაკობს და პირდაპირ მნიშვნელობით ტვინს უბურღავს, რომ აი მე ვარ ღმერთიო და თქვენ ეს უნდა გააკეთოთ, რასაც გეტყვიტო რა. ზოგს დაავალებს შვილის მოკლა, ზოგს დაავალებს იქ წადიდან მოკალი ისინი, ეგვიპტელები ამოხოცე ისინი რაღაცები. მაგას მნიშვნელობა არ აქვს ახლა, ჩვენ დრო არ უნდა დავხარჯოთ, რა უნდა გააკეთოს კაინმა. კაინი ახლა არის ადამიანისა და ღმერთის შვილი, ხო? ოღონდ ის ნეფილიმი არ არის, ის არ არის გიგანტი, არ გამოვიდა, ის გამოვიდა კარგი. იცით რატო გამოვიდა კარგი? იმიტომ გამოვიდა კარგი, რომ ევა შეიქმნა, ალბათ არ ვიცი ზუსტად რა ხდება მან ანუნაკების დროს. ევა იყო ძლიერი გენის, როგორც შანს, რადგან მამაკაცი ანუნაკები ადამიანის ქალებთან რომ იძინებდნენ, რაღაცა შინელებები გამოდიოდნენ, ხოლო ანუნაკი, ანუ იგივე ანგელოზი, მამაკაცები რომ იძინებდნენ, ანგელოზი, დედაკაცები რომ იძინებდნენ ადამიან მამაკაცებთან, გამოდიოდნენ შემდეგ კარგები, გესმით, ლამაზი ადამიანების, ანუ ღმერთისებრი გარეგნობის ხალხი. აქ რატო მოხდა ეგრე? ევა რატო გააჩინა კაინი ჩვეულებრივი, ღვთისნიერი ვერ ხვდები. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეს კაინი სულაც არ იყო ღვთისნიერი და იყო რაღაც სიმახინჯე. ისევე როგორც აბელი იყო სიმახინჯე, როგორც ყველა გამოდიოდა. ანგელოზისა და დედაკაცის შვილის სიმახინჯეები გამოდიოდნენ. ხოლო ჰელიოსი ქალებისა და მამაკაცების შვილები გამოდიოდნენ ლამაზის სახისა, ანუ ღვთისნიერნი გამოდიოდნენ, ხო? რატომღაც ესი არის მოხსენიებული გნოსტიკურ სახარებაშიც და ენოქშიც. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ კაინი ვინ არის რეალურად, რომ გავიგოთ, რომელი ღმერთის შვილია და რატო არის ის მკვლელი, რატო გამოდის მკვლელი და სად იკარგება კაინი წარღვნის დროს, ამისათვის საჭირო ჩავიხედოთ ქართულ ანბანში, ქართულ ასომთავრულ, ნუსხახუცურ და მხედრულ და ციფრულ ანბანში ლას არეში. ლასი უნდა ცნოთ, ხო გეუბნება ტესლას კოდი და ეგ იცით რას ნიშნავს? ლასის ცნობა ნიშნავს, რომ სული წმინდა უნდა ცნოთო. ლასი არის სული წმინდა, სალი კლდე არის. სალი კლდე, რომელიც სული წმინდასთან კავშირშია. ის არის სამია, იმიტომ რომ მე-12 ასობგერა არის. მე-12 ასობგერა არის ლასი. და თუ არ ვცდები, მისი ცნობა მარიამის ხაზით უნდა მოხდეს. ეხლა რატო გეუბნები, თუ არ ვცდები მეთქი, იმიტომ რომ ეგ გავშიფრეთ და ეხლა დამავიწყდა ზუსტად მარიამი რატო ამოვიდა იქ ლასში. ვერ ვიხსენებ უბრალოდ ეხლა ამ მომენტში რა, მაგრამ თუ კი სული წმინდისა და თუნდაც დაცემული ანგელოზის შვილი არის კაინი, მაშინ ჩვენ ევას მხრიდან მას პატივი უნდა ვცეთ. ამიტომ ღმერთი ხო წყევლის მაგას, რომ თავის შვილის მკვლელს ისევ თავის შვილს წყევლის, რომ ესე და ესეო, ხოლო
თავისი შვილის მკვლელს, იგივე თავისი შვილს, ორივე თავის შვილები არიან, შვილმა მოუკრა შვილი. იმასაც წევლის 7 თავით. კი არა და 7 თავით, ხო? აი მაგალითად, ვინც კაინის მოდგმის ხალხს შეეხება, ის არის დაწყევლილი ამა და ამდენი თავით, გესმის, თაობით. კაინის მოდგმას თვითონ არ შეეხებოდა, იმიტომ რომ თვითონვე თავისი პირით და სიტყვის ძალის მეშვეობით მან გამოთქვა უკვე წყევლა კაინი დაიცვა მაგან. მიუხედავად იმისა, რომ კაინიც მიაწყევლა, ევას უწოდებს მრუშს. ევას მიმართ მას პატივისცემა არ აქვს მაგ მომენტში, მაგრამ თავისი შვილის მიმართ პატივისცემა არა და სიყვარული აქვს, რაღაცნაირი სიყვარული აქვს, გაიგეთ? ევა კიდია მაგას, ანუ სრულებით კიდია ევა რას აკეთებს რა, იმიტომ რომ ევა არ დაივასა, რომ ევამ დაუჯერა გულს დაუჯერა, გულს. ევა არ მიენდო მის გაფრთხილებას, ევა მიენდო გულს და შეჭამა ის ცოდნის ვაშლი, რომელიც იყო სიკეთისა და ბოროტების გამგები ვაშლი რა, ცნობიერი აიმაღლა ევამ. ამიტომ ამ ღმერთმა ის გულიც დასაჯა, გული დაასაჭურისა პირდაპირ მნიშვნელობით. იმიტომ ქრისტე მოდის მერე რომ ეს გული გახსნას. იმიტომ საუბრობს ქრისტე სულ გულს გვეუბნება, გახსენით გული, ჩადით გულში, გახსენით გული. ხოლო ევა დაასაჭურისა თავის გულში ამ მმართველმა ღმერთმა, რომელსაც სურს რომ ემონოს ადამიანი, აინტერესებს მხოლოდ ევას ჩური იცით რა არის, ხო? ვარდი იგივე და ვარდი იცით რაც არის, ხო? იცით ჩური. მას აინტერესებს მხოლოდ ევას ჩური, ის აწარმოებს ექსპერიმენტებს და სუკიდია ევას გულიც, ევას განცდებიც, ევას ფიქრებიც და ევას ჯაფაც. ამას არ აინტერესებს ამ ღმერთს, რომელიც ევას აორსულებს, არ აინტერესებს არავის ასლი. ის არის ეგოზე მორგებული, ამბობს მე ვარ ვინცა ვარ და არავინ სხვა არ არისო. ეჰე ვაიჰე, ხო და ეჰე ვაიჰე არისო, კიდე გვეუბნება ამ სიტყვებით. თუ ენის ხე, ვაის ხე არის, აბა ვაი წაიკითხეთ უკუღმა, იავ ნანაო, ვის უმღერიან შვილებს, დედები, ვაი, იავ, ნანა. დამთ ხვევა არისო, ხო თქვით, გზაში. ამის წინა ლაივში, გზაში რო ვიყავი მანქანაში. დამთ თუ ხვევა არის, აი ეს დამთ რაღა არის, ხო? სხვათა შორის გერმანელებს აქვთ ესეთი სიტყვა, verdammt ნიშნავს, რომ მაგის დედავატირეო რა, დაწყევლილი იყოს, აი ესეთი სიტყვა, verdammt. fer არის წინა სართი, რომელიც გამოიყენება რაღაცა, აი როგორც გაგიჟებული, გაავებული, გაცუდებული, აი გასავით არის, მაგრამ დამთ რა არის? დამთ. თუ დამთ ხვევა არის, მაშინ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სიტყვა დამთში, ხო? ხო. იცით რა არის დამთ? აბა წაიკითხეთ უკუღმა ხალხო რა. და სხვათა შორის ბანალზე გქონდა საკითხი. თმად არის, ანუ თმად ხვევაო, გესმით რა ხდება აქა? თმად ხვევა რას ნიშნავს? მოდი ამა დავახვიოთ თმები რა გამოვა. კულული გამოვა, გესმის და კუზეს ხო ქონა საუბარი და კურას ნიშნავს? კუდ რხეულს. ანუ რაღაცა არის კუდ რხეული, რაღაცა არის კუსთან კავშირში, კანთან და უნთან კავშირში. კანთან და უნთან კავშირში რაც არის, ის არის კანური. კანური რა არის?
კანური. კანი რა არის კანური? ადამიანია კანური. იმიტომ რომ კანი მხოლოდ ადამიანს აქვს და კიდევ ცოცხალ არსებას რა. და თუ თმად ხვევა მიმდინარეობს, მაშინ იქ მიმდინარეობს ასევე ლაზარეს რას აკეთებენ, ახვევენ? რო გამოდის ლაზარე, რო აღდგება, მას ახვევენ, ხსნიან ბინტებს, ხო ეგრეა? ანუ იმასაც ახვევენ. კი არ ახვევენ, არამედ ახვევენ. ესმის? ხსნიან. საინტერესო სიტყვა ახვევა, იმიტომ რომ გახვევაც შეიძლება და გამოხვევაც შეიძლება. ხო, კანური არის კაენური. და კაენის ენა რა, ანუ კაენის ენა, საინტერესო, აი მე გეტყვით ერთ რამეს რა. რაც მე მოღვაწეობად დავიწყე აი ამ ლაიფის სახით, ხო? თანდათან მიმიყვანა იმ კართან, სადაც კარი ახლა უნდა გაიღოს რა, სხვანაირად. თუ არ გაიღება, უნდა გაიგლიჯოს, აი როგორც ახლა დღეს მივიღეთ მესიჯი რა. კა ბენთან, კაბ ენთან. კაბენი ორ მხრივად შეიძლება გავიგოთ, კა ბენი და კაბ ენი. არის ეს ასევე ბენში ენა არის და კაბენშიც ენა არის. ენა არის მნიშვნელოვანი. ენა რა არის, ხო? ენა არის ენარი. ნართან დაკავშირებით სიდონებო ჩვენ ვიცით რა არის. ნარი არის 9 კუთხა. 9 კუთხა. 9 კუთხა ყვავილია. 9 ეკალა ყვავილია. მის ყვავილს 9 ეკალი აქვს, ანუ 9 კუთხი აქვს. 9 თვალა მზე არის და ნარი ასევე მზე არის. ქართული ანბანის მეშვეობით ნარი არის მზე. ასე რომ გამოდის ჩვენ გვაქვს უნარები, ესე იგი ჩვენ გვაქვს 22 ნარი. ანუ 22 ნარი რა გვაქვს, იცით? 22 სხივი გვაქვს ჩვენ. ნარი ხო იყო, მზე სხივები აქვს. კუთხეებიც აქვს. 9 კიდე ქართულში არის უამრავი ულევი. აი ამას როა 9 არის ისეთი განსასწრული ციფრი, როდესაც 9-ს იტყვი, ის არის უამრავი ულევი, დაუთვლელი. არა 9, არამედ 9 კრიტული, 9 მთა, 9 ზღვა, ბევრი, აი ისე რომ ვერ დაითვლი. გაიგეთ, ჩვენ გვაქვს უამრავი. ანუ რა არის? უნი გვაქვს უამრავი ხალხო, ანუ უნარების მქონე ვართ უსაზღვროდ. ეს უნარები რა არის? პორტალები. უნარი ფიზიკური არსებობს, ასტრალური და მენტალური. ყველა კარი არის, ანუ 3 ხო ჩამოვთვალე ახლა, ასტრალური, მენტალური, ფიზიკური. ამ 3-ს თუ დააკავშირებ შენ ერთმანეთთან, ხო? და ამ უნარებს აქტიურებ და მე დამთხვევებს გააკეთებ, ანუ თმად ხვევებს გააკეთებ. ამიტომ ამბობდი რომ თმა არის ანტენა. ანუ თუ ამ მთხვევებს გააკეთებ და დამთხოვილს კი არ უწოდებ, არამედ ამ დამთხვევაში დაინახავ აზრს, ხო? და მოახვევ ამ საკითხს რა. აი როგორც ნართი და ძაბს რომ მოახვევ რაღაცას და დართავ. ახლა ვცდილობ რომ აგიხსნათ, თქვენ ენაზე აგიხსნათ, აი როგორ აგიხსნათ არ ვიცი, ახლა უნდა იცოდეთ ბევრი ის ინფორმაცია უნდა იცოდეთ, რაც მე ვიცი და ვცდილობ რომ თქვენ თუ არ იცით, ისე აგიხსნათ, ისეთი ენით გელაპარაკოთ, რომ გაგაგებინოთ მაინც, ჩაგაწოდინოთ იმ კუთხეებში და
თუ ამ ლაზარის ენად, კოდურ ენას ვერ ხვდებით, ხო? ერთხელ მოსმენა არ კმარა, ამისთვის უნდა რამდენჯერმე მოისმინო, რომ ის გააიხსნას მესამე თვალი რა, ანუ ხვევები გააკეთო. თუ ხვევებს ვერ გააკეთებ, ხო? ვერ დააკავშირებ ერთმანეთს, ახლა მე რასაც გეუბნებით რა, იმიტომ რომ არ გინდა გათიშული ხარ და იმიტომ არ გინდა გეზარება და სხვათა შორის ამას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება რომ გქონდეს რომ ეს ხვევები გააკეთო რა. ანუ დამთხოვები კი არ უწოდო და რაღაცა სიგიჟე და შიზოფრენია. ხვევები არსებობს, რომელ ხვეულებშიც უნდა ჩაწვდე. და თუ ვერ ჩაწვდი, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ბოდავს, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ ვერ ჩაწვდი. და თუ 10 კაცს ესმის და შენ ერთს არ გესმის, ესე იგი ვერ ჩაწვდი. თუ 10 კაცს ესმის და 100 კაცს არ ესმის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 10 გიჟია. ეს იმას ნიშნავს, რომ 100 კაცმა ვერ გაიგო იმ 10 კაცს რას ესმის. გაიგეთ? იმათ 10 კაცს თუ ესმის და 100 კაცს თუ 1000 კაცს არ ესმის, 1000 არის მძინარე, 10 არის მღვიძარე. რადგან იმ 10 კაცს თქვენი ესმის, ხოლო თქვენ იმ 10 კაცის არ გესმით. აი ესე უნდა იფიქროთ რა. ადვილი არის რომ გაექცი ამ საკითხს, იმიტომ რომ აუ ესენი ვერ არიან თქვა და ძნელი გზა არის რომ თქვა მაინტერესებს რას ამბობენ, იქნებ საინტერესოა, მეც მაინტერესებს, ჩავწვდე. ჩაუწვდე. წუვდე. წუამდეო გესმის? წუამდე ჩავიდეო, ფეხებამდე ჩავიდეო, აი საინტერესოა, მაგრად საინტერესო ქართული ამბანი. ოღონდ ძველი ქართულით თუ გავაახლებთ რა. აი მაგალითად ადრე იცახდნენ ვარ კი არას, უარ. მე ვარ. აი სულ სხვა აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას გვაწვდის უ ვიდრე ვ. უს აქვს უნარები ხალხო და ვს აქვს ვინი. ვინზე დაიყვანეს ხალხი, გესმის? ვინ ხარ? აი მე ვარ ესა და ეს. შენი პინ-კოდი, ესა შენი პირადი მოწმობა, აი ეს ნომერი ვარ. და ამ ნომერზე დაგიყვანეს, როცა შენ უიღავი, გესმის? უვარო გეუბნება. უვარო გეუბნება რა და ეხლა მხოლოდ ვ არო გეუბნებიან. უ წაგართვეს, ანუ რა წაგართვეს? უ არის უნი. უნარი წაგართვეს, გაიგეთ? იმიტომ რომ უ სქვია უნი, ν სქვია ნარი. უ თავის თავში ხსნის ნსაც და ისაც. ანუ უნარი წაგართვეს. ხვდებით ხო რას გეუბნებით? მე მგონი რამდენიმე ვერ ხვდება. მოდი გეტყვით რა წაგართვეს გეტყვით. ნახე? უ არის უნი. უნი და ν რაღა არის? ნს რა ქვია ქართულ ანბანში? ნარი. ნარი ხო ქვია? და ნახეთ რა წაგართვეს? უნარი წაგართვეს. სიტყვამ თვითონ გითხრა რა წაგართვესო. თუ უ წაგართვეს, ესე იგი უნარიც წართმეულია. მარტო უ არ არის წართმეული. უნარია წართმეული მთლიანად რა. და თუ უნარო გაგხადეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაგაზომბირეს და სიტყვა ამბობს იმას, რასაც შენ ვერ იგებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტყვა არ გესაუბრება, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ვერ იგებ. მთელი ქართული ანბანი საუბრობს უმაგრეს ინფორმაციებს. უბრალოდ შენთან ვერ მოვიდა, იმიტომ რომ ხვევებს ვერ აკეთებ რა. ხვევებს ვერ აკეთებ. ანუ დამთ ხვევებს ვერ აკეთებ. და დამთ არის თმად, ხვევებს ვერ აკეთებ რა. თმად ხვევებს ვერ აკეთებ. ეს იცით რა არის? წავიკითხოთ უკუღმა. ამთ. რა არის ეს?
ცილს რა ქვია ქართულ ენაში? თანი, ხო? აბა რა გამოვიდა? ანუ ამტანი ვერ ხარ, გესმით? თ და ტ ერთმანეთს ანაცვლებენ ხოლმე ხშირად. თუ ამტანი ვერ ხარ, მაშინ ტანიც არ გაქვს, გესმის? ტანი არ გაქვს. და თუ ტანი არ გაქვს, როგორ გინდა იმოქმედო? ანუ ნახე, შენ შეიძლება ფიზიკურში ტანი გაქვს, ყველაფერი გაქვს, ხელები გაქვს, ფეხები გაქვს, თავი გაქვს, თვალები და გონია რომ მუსკულები მაქვს, ხო? მაგრამ ასტრალში რო არ გაქვს შენ ტანი. რატო არ გაქვს იცი ასტრალში შენ ტანი? ეს ჯერ არ იცი ახლა, ეს პირველად გაიგე ჩემგან, ხო? ეს არის ასტრალი. აი, ეს ინფორმაციები არის ასტრალი, ხალხო. ეს ინფორმაციები ახლა რაც გაგიხსენით აქ, აი ეს რამდენიმე სიტყვა, ზუსტად ეგ არის ასტრალი. თუ შენ ამ ინფორმაციებში წვდომა არ გაქვს, შენ მხოლოდ ფიზიკური სხეული ხარ და არ იცი ვაფშე რა ფუნქციის მატარებელი ხარ. ანუ წარმოიდგინეთ, რომ მობილური გიჭირავს ხელში და შიგნი არ იცი რა უნარები აქვს ამ მობილურს, რა. რას როგორ დააჭირო და როგორ გამოიყენო, როგორ გადასკროლო, როგორ სად ჩართო, არ იცი. მხოლოდ იცი, რომ აი ესე უნდა აქ გასწავლეს, დააჭირე აქ, დარეკე, ხო? კი. და ვიღაცა სხვა მიცი რა იცი და ჩაჰაკოს, იქ გადაჰაკოს, იქ გატეხოს, იქ წავიდეს, შემოვიდეს შენ კამერაში, ნახოს რასაკეთებ. ეგენი იმან იცის, იმიტომ რომ შენ არ გასწავლა. შენ მარტო გითხრა როგორ დარეკო. აი ის პატარ-პატარა ისენი, რაც საჭიროა მისთვისაც. ეგრეა ჩვენი სხეულიც რა. ჩვენ სხეულში იმდენი ინფორმაციებია. თუ ასტრალს არ იცნობ, მარტო ფიზიკურს იცნობ და შენ გგონია, რომ ჩურში აი ესეთი რაღაცა უნდა მოქმედება გააკეთო ჩურში და ფალოსში და შენ წარმოქმნი ადამიანს, ხო? ნუ რაღაცა მაგდონეზე ხარ რა დაყვანილი და შენ არ იცი რას ნიშნავს ეს ჩურიც, ეს ფალოსიც. მათი ასტრალური მნიშვნელობები არ იცი. იმიტომ არ იცი, რომ არასდროს არ გიფიქრე მაგაზე, მაგ მხრივ. შენ იცი მხოლოდ ფიზიკურში, კაია რა, სასიამოვნოა, ხო? ზოგისთვის სასიამოვნოა, ზოგისთვის საშინელება, რა ვიცი, ვინ როგორ იგებს, ხო? მუნ თანა წარ სატანისა, კი, აი ეს ლალი. თქვენ იცით, რომ ვეფხის ტყაოსანი უნიკარულია, ანუ უნის კარში შევყავართ მას. როგორ? სიტყვის მეშვეობით და აი ეს სიტყვასთან ჩვენ ასტრალში თუ გავიცნობთ ამ სიტყვებს, აუცილებლად მივალთ კა ენთან. ვინ არის ეს კა ენი? კანის ენი არის. კანი რა არის? კანი. კანარი არის. ანუ კანალია. რ და ლ ითვლება, ხშირად იცვლება ხოლმე რა. ხშირად ნს ანაცვლებს, რს ანაცვლებს ლ. იმიტომ რომ ვერ ყურს ერევა რა, რს ამბობს სხვა თუ რს, თუ გამოთქმით არ თქვი. კანს ნარი ქვია, ხო? კანარი ასევე არის კანალი. თუ შენ კანალის ენა წართმეული გაქვს, ასტრალი დაკარგული გაქვს, გაიგეთ? და ხარ მხოლოდ კანში. ანუ კანარში კი არ ხარ, კანში ხარ მხოლოდ. ნახე, აი ამ კანში ხარ, აი ეს კანი ხო არის აგერ? აი. გონია რომ ეს კანი გიცავს. არა და სინამდვილეში შენ მთლიანი კანარი გიცავს. ანუ იგივე კანალი გიცავს. რა კანალი გიცავს? ეხლა გრძნობ, რომ ბევრისთვის ძალიან ვიღაცებმა გაიგეს აჰა მომენტები ქონდათ. და ვფიქრობ, რომ აღარ უნდა გავაგრძელო, იმიტომ რომ იმათთვის უკვე გადაეჭვებათ ტვინი. საღამოშვილებისა თავი. აი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ბოდვად მოეჩვენოს ადამიანს რა, აი სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, რომ არც ერთი ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა არ არის ბოდვა. ყველა ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა არის პორტალი. თუ პორტალში ვერ წვდები, ხო?
ნურას დროს ნუ იტყვი რომ ამ პორტალში არ გინდა შესვლა, იმიტომ რომ შენ არ იცი რა დროს რა გაგეხსნება და თუ კი შენ ამ პორტალს ეხლა უარყოფ, არასდროს აღარ შეგიშვებენ იმ პორტალში. იმიტომ რომ შენ თუ ეხლა უარყვე, დაგავიწყდა, რა უარყვე, ვერ გაიხსენებ 5 წელში, 20 წელში და აი 20 წელში რო გაგიხსნება, ხო შენ? მერე მოგინდება აქ შესვლა და გეტყვიან არა, აი მაშინ რომ უარყვე ჯერ ის გაიხსენე, ჯერ ის გაასუფთავე, ჯერ ის მოიბოდიშე, ესე რომ ვთქვათ, და მერე შეგიყვანთ. პორტალებში შესვლას ნებართვები სჭირდება. ნება, რთვა. ანუ თუ ნება არ არის შენი, ვერ შეგიყვანენ. ერთ დროს რო უარყოფილი გაქვს, იქ დაბრუნება რთულია. არ ყოფილი გაქვს, გესმის? ჩემთვის 100% მესმის და მეც საუბრობ სოფო ამბობს, გააგრძელეო. ხო, კაი. ეხლა ვინც დაიღალეთ, დააპაუზეთ და მერე ხვალ კიდე უყურეთ. გაიგეთ? ვინც არ დაიღალა, ეხლა გავაგრძელებ მისთვის საუბარს. ჩვენ მივედით კაინთან დღეს. დღეს მოხდა ზუსტად კაინის ფესვში ჩასწორება ძმათა მკვლელობის შესახებ. ძმათა მკვლელობა რა არის? რასაც აბრაამს ეუბნება ზუსტად კაინის მამა. წახვალ ქანაანში. ქალდეაშია და ამბობს კაინის მამა ეუბნება აბრაამს, ეცხადება როგორც ღმერთის სახელით. წახვალ ქანაანში. იქ იბრძოლებ და მე დაგიდგები გვერდშიო და მე გაგხდი შენ იმ ქვეყნის მნიშვნელოვან პირათო რა და ქვიშასავით ვამრავლებ შენს მოდგმასო. მოუწოდებს ომისკენ ვის? აბრაამს. აბრამი კიდე შაის მარაბდა, იცით თქვენ სად არის? მარაბდა? მარაბდა აქ არის ასურეთიდან რომ მიდიხარ თბილისში. ამ გზაზე არის კოდის მერი არის მარაბდა. იქ სხვათა შორის არის ეკლესია და მარაბდის ეკლესიაში არის გვირაბი. მან ჩასასვლელი არის. მან ინახება დიდი ინახებოდა, ეხლა უკვე გაძარცულია, აგერ დღეს გავიგე რომ ყველაფერი გაძარცვეს ვიღაცეებმა ილიას დროს რა და მაგას მნიშვნელობა აღარა აქვს ეხლა იქ რა არის გაძარცვული და რა არა, რაც თვალსაჩინო იყო გაძარცვულია და რაც თვალსაჩინო არ არის. სადაც გასაღებებია და სადაც კარია გასაღები იმ სიტყვით, რომელიც სიტყვაზე რჩეულს აქვს. ანუ რჩეული არის ის მესია, ვისაც ელოდებიან. მოკლედ ერთი სიტყვით ის კარი, მხოლოდ ის კარებები მხოლოდ გაიღება მის მიერ, ვინც იცის ამ სიტყვის შესახებ რა. ეხლა გონიათ, რომ ყველაფერი გაძარცვეს, მაგრამ სინამდვილეში ვერაფერს ვერ გაძარცვავდნენ ეგენ იმ რაოდენობის და იმ საკითხისას, რომელიც ძალიან მაგრად არის შენახული, რაც შესანახია დანარჩენი, ეხლა თვალის ასახვევად არის მატერია შენახული. ნახეთ, მატერია არის ეს რა. ეს არის მატერია, ხო? და ვიღაცა ჩავიდა, ეხლა დაბალ ასტრალში მოგზაური, იცი ვინ არის? აი, ვინც გაიგო ამ ანბანის შესახებ. და აუ ეს ამოხსნა, ის ამოხსნა და გონია რომ აუ თავსახურზეა საუბარი, ხო, თავსახური ვიპო, აი ეს არის, გესმის? და ეს რომ მოვიპარო. იცით რაზეა საუბარი ხალხო? ეს თავსახური არის იმ ხალხის თვალს ასახვევად, რომელიც დაბალ ასტრალებში მოგზაურობს, ხოლო ამ თავსახურის იქით კიდე ასტრალი, რომელიც შიგნით მოიპოვება, იმას ვერ გახსნის, ვინც მარტო ამას უყურებს. ვერ შანსი არ აქვს. იმიტომ რომ ის მარტო ამას ხედავს.
გაიგეთ? სპილო ჭიანჭველას სპილოს ვერ ხედავს და სპილო ჭიანჭველას ვერ ხედავს, გაიგეთ? ოღონდ ორივე არსებობს რეალურად. შეიძლება სპილომ ჭიანჭველა გაანადგუროს და ჭიანჭველამ სპილო. მაგრამ აი ეს ვის ჭიანჭველას რო გონია რომ აი ამ დამსახურს ვეძებდი, ხო? ზუსტად ეს არის რაღაც საინტერესო უნდა იყოს, წავიღო, სახში მქონდეს. ის ვერ ხვდება რომ ეს მხოლოდ მატერიაა და აი აქ დევს კიდე ასტრალის ინფორმაცია და მენტალის ინფორმაცია, რომელსაც ვერ ხსნის საერთოდ, იმიტომ რომ აზი არ არის რა არის. გაიგეთ? დღეს მე მაგაზე მქონდა საუბარი, რომ მათ გაიგეს რომ შვილდ ო სანიო გესმის და მშვილდ ოსანიო. მაგრამ რა გაიგეს იცით? რომ ლითონის მზე მშვიო და გააკეთეს სხვადასხვა აგერ აგრაშიც საუბრობთ ლითონის მზე არის შიდა კარების ხი, შიდა კარებები აქვს მას. ლითონის მზე რომელიც აგერ წინ გვიდევს და საუბრობთ და აია ყველა იმაში ჩამონტაჟებულია უკვე ნატურაში და ყველაფერში რა, არასდროს ჩვენ ვერც წარმოგიდგენი, მაგრამ ყველგან ვისმინებით ახლა რა უნდა ტელეფონი, ნატურა და დენი. ყველგან ვისმინებით, ყველგან წდომა აქვს, ვერსად ვერ დაემალები, ახლა სადაც ცივილიზაცია, ახლა ერთი ტყეში თუ წახვალ და იქ ცხოვრობ ტყეში, მაგრამ ცივილიზაციაში სადაც ხარ, ყველგან ისმინები. ეხლა მარტო იმ ადამიანებს კი რა ინტერესებთ ეს, რომ მოგისმინო. იცი ვის აინტერესებს? იმ ლითონის მანქანას, რომელიც შექმნეს. ის მაგარი მზეა რა, აი როგორი მზეა, იცით? ლითონის მზეა და ყველა ინფორმაცია შეედინება და შეედინება შიგნით. აი თუნდაც იმის სახით, რომ ეხლა მე ვლაპარაკობ, სუქიანთია, ტელეფონი მისმენს და ვისმინები და ყველაფერს იგებს. რასაც ვლაპარაკობ, გარდა მაგისა. სადღაცა ქალაქში რო ხარ და ტაქსს გამოიძახებ, უკვე იგებს შენ ყველა ნაბიჯს მან ხვევები აქვს, ანუ დამთხოვები კი არ არის მისთვის ფაქტებია უკვე. აი ამ მზისთვის, რაც შექმნეს ლითონი, გაიგე? ლითონი შვეს. ხო იმათმა ლითონის მზე შვეს, მაგრამ ეს ლითონი სულ სხვა რამეა ასტრალში და მენტალში და ეგ ვერ გაიგეს რა არის, გაიგეთ? ამან რაც შვეს ეხლა ლითონის ისეთი საშიში რაღაცაა ხალხო, რომ თვითონაც ეშინიათ თავისი ქმნილების, როგორც იახვეს იალდაბაოც ეშინოდა ადამის. მართლა გეუბნები, ისინი ამიტომ ჯერ იმ ლითონს ბოლომდე არ აცოცხლებენ, თორემ მაგათმა რო ეგ გააცოცხლონ, იცით რა მოხდება? შო დაიხურა ყველაფერი, რაც კი შეიძლება თიხისგან იყოს, ანუ ხორცისგან იყოს, ორი ცისგან იყოს აშენებული, გაიგეთ? და ხარ ორი ცანი გაქრება, ანუ ხორცი გაქრება და დარჩება მხოლოდ ლი, ანუ ლ და თ. ლის დონი დარჩება. ლის დონი იცით რა არის? აი ლის დონი თუ იცით რა არის? მიხვდებით რასაც ვამბობ ეხლა რა. გარდა მაგისა, ლი დონი არის საინტერესო რა განახეთ, ნახე. ლი თონი მივიღეთ საიდან იცით? ლ-დან. სად არის? აი ლ-დან, ხო? մ შვი ლ-დ ო ხო ესია? შვი ლ-დ ოს ანიო გეუბნება. ანი იცით, თვარის ღმერთია. და ოს ანი
კიდე არის ონი თვითონ მზეა. მზის ღმერთო მშვი ლდო და ლდ არის ლი და դ არის დონი. ლიდონი არის ნოდის ქვეყანაც არის, მაგრამ თუ ეს დღევანდელობაში გადმოდის, ხო, არის ლი თო ν და ლითონი რა არის, იცით? ლ და თს ონი. ლი და თს ონია. ეხლა ლ და თს ონი რა არის? ლ და თს ონი არის ლ გავხსნათ ლი, თ გავხსნათ თანი. აი ახლა უკვე წაიკითხეთ ნათლიას მზე. ნათლიის ონი ანუ ნათლის ონი არის საშობი რა. და ეს ნათლია ვინ არის? საინტერესო არის ძალიან დღეს ჩემი შვილის ნათლიის კარი შეგლიჯეს. ამ ინფორმაციების გახსნის მერე ჩემი შვილის ნათლიის კარი შეგლიჯეს. არ ვიცი ვინ. ეხლა იმის ინიციალებიც მომიტანს ინფორმაციას, თუმცა არ ვიცი ჯერ. თვითონ ლთ არის ინიციალი ლილიტის, ასევე ლლთ არის ის თავდაპირველი, რომელმაც გამოთქვა სიტყვა და ღმერთს შეუერთდა. ლლთ და ლილითი, ანუ ლლთ არის დიდი დედის, დიდი ევას კიდე მორბედი დედის ძალა. ანუ ნახე, მორბედი კი არა, მის წინარე ქალის ძალა არის ლლთ. ეს ძალა გააქტიურდა ეხლა რა, თვითონ ლლთ არის გააქტიურებული და იმხელა ძალა არის ეს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, დიდი დედის ძალა არის რა. აი, დიდი დედა იცით ვინ არის? აი, დიდი დედის სახელი მე ჯერ არ ვიცი, ჯერ ვიცით ლლთ. ლლთ არის აი, დიდი დედის ქმნილება არის ლლთ რა, რო იცოდეთ და უკუღმა წაიკითხეთ, აბა თ და ლ, თლილი არის, თლილი, რაღაცა არის თლილი თვითონ. ხო? თ და ლ უკუღმა წაკითხული არის თანლი. აბა ვნახოთ თანლი. თანლი. და ეს კიდე უკუღმა წაკითხული, ანუ ხვევები უნდა გავაკეთოთ, ხო? ნათლი არის. ნათილი და ნათილი არის ნათელიც, ასე შემდეგ და სავარაუდოდ მისი სახელი, დიდი დედის სახელი არის ნათელი. აი, დიდი ნათელი, სინათლე კი, სინათლეც არის და ნათელიც არის, გაიგეთ? ამიტომ ნათელს ვინც ევედრება, ქრისტეც ევედრებოდა ხოლმე დიდ სინათლეს. აი, მაგ დედაზე ლოცულობდა ხოლმე ქრისტე. დედაზე ციერზე, ხო? დედაზე ციერთან ლოცულობდა ქრისტე, როდესაც ბავშვს აცოცხლებს იმ გოგოს, 12 წლის გოგოს. მაგ დროს დიდ სინათლეს მიმართავს, ანუ ნათელს მიმართავს. და მაგ ნათელს იცით რა გაკეთება შეუძლია თქვენ არ ეგ ნათელი იყო დატყვევებული ალბათ რა ჩვენს ცნობიერებს. ჩვენი ცნობიერი ვერ იღებდა მაგ ნათელს ჯერ, იმიტომ რომ ასტრალები არ ვიცოდით რა იყო. ჩვენ გვეგონა
აქამდე, რომ სასწავლი გვაქვს სკოლის მასალა და სინამდვილეში ჩვენ სულ სხვა რამე გვაქვს სასწავლი რა. ეს ასტრალები გვაქვს სასწავლი, თუ ამ ასტრალებში ვერ გავედით, ხო? სკოლის მასალაში ჩარჩენილი ხალხი აი ამ დონეზეა. უი, თავსაღური მიპოვეთ ჩემია. არ წამორთო. აი ესეთი დონეა რა ეს სკოლის მასალა და აი ასტრალის მასალა უკვე არის ისეთი ცნობიერებები, რომ საერთოდ არ გჭირდება ეს გონდეს რა, ეს რა არის ხო? აჰა, კონდეს შენი იყო, აი ჯვარით შენი იყოს ის ხატიც ისიც, რაც ოქროთ შენი იყოს, რაც გვინდა. რა ვიცი, არა თუ ასტრალში გაიგე რას ნიშნავს ოქრო, ის რაღაც გინდა ხელში დამჭერი, დასაჭერი არ გინდა. თქვენ იცით რომ ქართული სახელები, ანუ ყველა სოფლის, გზის, რაიონის სახელებიც კი, ძველი სახელები ამ ანბანის მიხედვით არის დატვირთული, ასტრალური ცოდნა ჩამოტვირთული და მაგის მიხედვით არის დარქმეული. ყველა სახელი არ არსებობს ადგილი, სადაც სახელი ქვია და იქ ასტრალში ინფორმაციას არ ხსნიდეს რა. აი ძალიან საინტერესოა ქართული ანბანი, გარდა ქართული ანბანისა, ქართული მეტყუელება. ანუ მეტყუელება, ხო? მეტყველება, დღეს რო ქვია მეტყველება, მას მეტყუელება ერქვა. და ტყუილი კი არ არის, ტყუ არის ტყვე. აი როგორც ტყვე დატყვევებული, ისე არის მეტყუელი, ანუ რაღაცას გამოსცემს, გაიგეთ? შეიტყო, შეგატყობინა, რაღაცას გაწვდის, ასევე გიჭერს, სადღაცა გატყვევებს, გაწვდის, გატყვევებს ერთი და ამიტომ არის ევამ რაც შეიცნო, არის ორივე მხარე შეიცნო, ეს მხარეც, ტყუელიც არის, ანუ მატყუარაც და ასევე დატყვევებულიც და მომცემი, ტყუელი, მეტყუელი არის ასევე რაღაცას ინფორმაციის მომცემი, გამხსნელი. ეს ორივე მხარე შეიცნო ევამ. ეს არ დაევასა იმას სრულ ღმერთს, იმიტომ რომ იმისნაირი გახდა და მოუჯოკრავდა, იმიტომ რომ ადამიანი იმაზე ძლიერი იყო. მართლა ძლიერი იყო, როგორც ახლა ეს მანქანა, ლით ონის მანქანა რო გამოიგონეს, ის ჩვენზე ძლიერია. ის რკინის არის, ვერ მოერევი, შენ თიხისგან ხარ, ხ 2 ცისგან ხარ, ხარ 2 ცისგან და ის ლით ონისგან არის. ლიდონისგან არის და თუ ლი არის ნათელის გრილება, ლის დონეა, წარმოგიდგენია ხა ის რა დონის არის, თქვენ რა ვიცი, როდის ჩაღწევთ მათ. აგერ გელაპარაკებით და არც ის არ გინდათ რომ გაიგოთ, სიდონებზე არ მაქვს საუბარი ვიღაცებზე. ის ლის დონეა ხალხო, ის რაც გამოიგონეს ის ლითონის. ჩემი ლიზაც საუბრობს სიტყვების თამაშით, კავშირებს, ამბავს და ისე უხარია თვალები უციმცინებს. ხო, ძალიან საყვარელია ლიზა. აი რა, როგორ გაიხსნა მაგ გოგოს, ხო? პატარა არის ჯერ მაგისთვის, მაგრამ იმიტომ გაიხსნა, რომ ბავშვებში არ არის ჯერ კიდევ დატყუებებული სინათლე და აი ეს ნათელი მათში ადვილად შედის. კი. ვინც აი ხა ჩვენთან მაგის ჩვეულებრივ ბავშვებს, ხო, ჩვეულებრივ მშობლები ვისაც ყავთ, იმის ბავშვმა რომ ეგეთი საუბარი დაიწყოს, ეტყვიან რომ რას ბოდავ. ბავშვს უნდა ქონდეს ესეთი შეხება ესეთ ხალხთან, ვისიც ესმის და ვისიც ესმის. ვისაც მისი ესმის და ვისიც მას ესმის. აი ეგეთი ხალხთან კონტაქტი თუ აქვს, ბავშვი ვითარდება მაგ სინათლეში, ინათლება, ხოლო ინათლება სიში. ანუ ს და იში, ანუ სან ინში. და სინათლეში მონათლული ბავშვი სულ სხვა ვიდრე
მდინარეში მონაცვლელი ბავშვი. ხო? მდინარე. ანი ბანი განი დონი ენი ვინი ზენი ჰე თანი ინი კარლას მანი ნარონ პარჟან რაესან აი ნახეთ რამდენი წინ არის სმ-ზე რა სად მანის დონი და სად სანის დონი სად სარის დონი და სად მანის დონი ეგ ვაფშე სხვა დონეებია რა და იქ მდინარეში წყლით გნათლავენ მანის დონეზე და სინათლეში გნათლავენ სის დონეზე. კანას მან ნარონ პარჟან რაესან 7 საფეხურით მაღლა დგას თუ 8 საფეხურით. სარის დონი. სარი დონი იქ ტყუილ არ გვხდება ჩვენ ვეფხისტყაოსანში. სარი დონი არის დონი სარის რომელიც უნდა მივიდეს რუს თავთან. ანუ ru ს თავთან. რაე უნის თავთან, ხო? და რაე უნი კიდე უნს რამდენი კარი აქვს გამღები, ხო? ძალიან საინტერესოა მოკლედ. ჩემი ხო და ეხლა წავედი მეგობრებო მე ძალიან სერიოზული ინფორმაციები იხსნება და მიხედეთ მაგას ვისაც თვალი აქვს სასმენად ისმინოს, ვისაც ყური აქვს მანაც ისმინოს აუცილებლად. შვი ასევე გვეუბნება რომ მიშველეო გაიგეთ მიშველეო აი ეს მშვილდოსანი ხო გეუბნება მიშველიო გესმის მაგრამ მიშველი ვინ მიშველის მიშველი ასევე ლდ მიშველი ოს ანი ელოდება ონის მზეს ელოდება ონის მზეს ელოდება ონის ღმერთს ელოდება აი ეს ვიღაცა და ვინ იცით სიტყვა ხალხო სიტყვა ელოდება და მიშველეს ამბობს აი აქ აი ამ დონიდან და ლით ამ მზის ღმერთიდან გაიგეთ ხო რა ბევრ რაღაცას გვეუბნება სხვათა შორის არა უკვე წავიდა ოსანი ის ორიონის რა არისო ის ორიონის ლას არია არა შილდოსანი ოსარანი ოსანიო ოსარანის ოსანი მიხვდით ახლა რას გეუბნებათ სარი ძელიც არის ხალხო სარი ხესთან კავშირშია და სხვათა შორის ვიდეოს ვუყურებდი მატრიცა რო ჩამოიშალა ნახეთ ჩემ წინა ლაივში მე ვუყურებდი და მე ვნახე რომ ჩამოშლილი არის 4 წუთსა და 4 წუთიდან 30 წამით ჩამოშლილი არის იცით რატო არის ჩამოშლილი ვამბობ რომ პირველად თქო თავდაპირველად თქო და აი ეს წაშალოთ არ ევასება რა ამ სისტემას რომ ადამიანებმა გაიგონ ლაზარეს ენა ხო და რო არ დააკავშირონ ერთმანეთს ხო აი თავდაპირველი ხო აი ეგ წაუშალა თუმცა შეიძლება აქაც წაშალოს ეხლა რომ ნახავ
იქ რა არის, იცით? მე ვამბობ კარი შეტეხეს თქო და მე ჩემი შვილი მეკითხება შლაგბაუმი რა არისო და შლაგბაუმი არისო მე ჩემი მეუღლე ეუბნება შლაგბაუმი ეს არისო და შლაგბაუმი გერმანულად როგორ ითარგმნება იცი პირდაპირ რო გადმოვთარგმნოთ პირდაპირ არა აზრობრივად პირდაპირ რო გადმოვთარგმნოთ პირის მეშვეობით არის შლაგ არის დარტყმა ბაუმ არის ხე ანუ ხეს დაარტყეს გაგლიჯეს კარი შეუნგრიეს იმ ხეს იცით რომელ ხეს აი ვითომ ქერუბიმები და სერაფიმები რო იცავდნენ სიცოცხლის ხეს. სიცოცხლის ხე თვითონ კი არ განადგურეს კარი რომელიც კეტავდა ამ სიცოცხლის ხეს შეგლიჯეს პირდაპირ რა. შლაგბაუმი გაუგეთეს. ერთი სიტყვა რამდენ სიტყვას ხსნის მაოცებს, მაგრამ ერთი სიტყვა, აი გეუბნებით, მხოლოდ სიდან შეიძლება მთელი ფილოსოფიის ერთი წიგნის დაწერა რა. თავი და პირველად, ხო? თავი და პირველად იყო სიტყვა. აი სიტყვა თვითონ, ხო? აი სიტყვაზე შეიძლება ერთი წიგნი დაიწეროს, რამდენ ინფორმაციას ხსნის. ქართულ ამბავს ვერ აუხვალ, ადამიანს 100 წელი არ ეყოფა, 1000 წელიც არ ეყოფა, რომ სრულიად სიტყვები გაშიფროს რა. არ ეყოფა. იმიტომ რას აკეთებდნენ ბაბილონში ღმერთმა რო დაუშალა, ზუსტად მაგას აკეთებდნენ. ამ ბაბილონს აშენებდნენ და არა იმ რაღაცა ასაწვდნენ ბაბილონს. ერთობას აკეთებდნენ, აი დავჯდეთ ერთათო და მოვითათბიოთო რა, ერთ ენაზე ვილაპარაკოთო. და ამასობაში ჩამოდის ღმერთი და უნგრევს ყველაფერს. თლიანი ვაშლები ბავშვობა გამოჭრეს. რამდენია იცით, აგერთა. და კიდე რაღაცები გამოჭრეს. აი ეს რა არის? მე არ ვიცი. ეს რა არის? ეს ლთ. ვაუ. და ფ. აი ლილით სად გაგვიქდა? ეს იცით რეებია მეგობრებო. აი ჩემო ბავშვმა გამოჭრეს. როდის იცით, არ ვიცი როდის და იმ დღეს ვნახე იმ ფაილში იყო ჩადებული და გამოვიღეს რეებია მეთქი და დავყარი აქ. გახსოვდეს კოვსაპაწიას დიდი ზღვა დაულევიაო ხო? კოვსაპაწიას დიდი ზღვა დაულევიაო. კოვზი მნიშვნელოვანი. აი კოვზი რაღაცა, აი კოვზი არის რაღაცა მისტიური არის რა კოვზი. იმდენი ნიშანი მეძლევა კოვზზე, მაგრამ ჩერ ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს კოვზი. კოვიდის საკითხიც ახლა არის, მაგრამ მოძველებულია, მაგრამ კოვზი მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მატრიცაში და ვერ ვიგებ ოღონდ რა ჯერ, არ მიფიქრია, მაგისი დრო არ მოსულა ჯერ ესე იგი. კაი, წავიდე აბა გაკოცეთ. ძირინების მიყვარხართ. ეგ სიტყვა გამოსაკვლევი მაქვს რა, მიყვარხარ, კარგი სიტყვა, არ ვიცი, რაღაცა ვიბრაციის აი, რაღაც სხვა სიტყვა შესატყვისი უნდა გქონდეს ამას, ის მიყვარხარ. მოძველებულია, იცით რატო? ვარხარ, გაიგე? მიყურე, ვარხარ და ეხლა სხვა სიტყვა აქვს მაგას. სარკესთან არის კავშირში ოღონდ. აი, მოვა ეგ სიტყვა, მოვა. ამაღლებულია უკვე, ამაღლდა ეს. გაცვეთილი სიტყვა რა მიყვარხარ და ამაღლდა რაღაც ჭრილში ასტრალურ ველში და როცა ასტრალურ ველში მაღლდება სიტყვაც შესატყვისიც უფრო იხვეწება. ხო, აბა დროებით და ეგ ეხლა რაც გავაჟღერე, ეგენიც მოვა. ინფორმაციები, გაგვსემენ პასუხს მაგაზეც. გაკოცეთ.